მოსწავლე სკოლის დამთავრებისთანავე უნივერსიტეტში არ უნდა აბარებდეს. მოდით ვიდებატოთ კრისტი ანასტასიას წინააღმდეგ. ნახოთ ვინ გაიმარჯვებს დღევანდელ დებატებში. აირჩიეთ თქვენი პოზიციები. ვეთანხმები. არ ვეთანხმები. არგუმენტების მოსაფიქრებლად 2 წუთი გაქვთ. მე დაგტოვებთ. პირველი რაუნდი. მოვისმინოთ ანასტასიას არგუმენტი. ანასტასია, შენ ამისთვის მხოლოდ 15 წამი გაქვს. ბევრი სტუდენტი უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ ხვდება, რომ არასწორი მიმართულება აირჩია. არა და ამ პრობლემის გადაჭრა მარტივად შეიძლება თუ პაუზას აიღებს. პაუზის დროს შეიძლება მოხალისე გახდეს ან კონკურსებში მიიღოს მონაწილეობა და უფრო მარტივად გაიგოს რა უნდა მომავალში. ახლა კრისტის კონტრარგუმენტის დროა. კრისტი, შენ ამისთვის მხოლოდ 14 წამი გაქვს. უნივერსიტეტში ჩაბარების გადადება არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანი უკეთ გარკვევს რა უნდა. პირიქით, ხშირ შემთხვევაში სწორედ უნივერსიტეტში სწავლა ეხმარებათ ახალგაზრდებს იმის გაგებაში, თუ რა სფერო უფრო მოსწონთ და აინტერესებთ. თან დღეს ბევრ უნივერსიტეტს აქვს ფაკულტეტის შეცვლის შესაძლებლობა. მეორე რაუნდი. მოვისმინოთ კრისტის არგუმენტი. სკოლის მერე ახალგაზრდები ჯერ კიდევ სწავლის რეჟიმში არიან. ამ მომენტში უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება ბევრად უფრო ბუნებრივია, ვიდრე ერთწლიანი პაუზის აღება. როდესაც ადამიანი პაუზას იღებს, რთულდება ისევ დისციპლინას დაუბრუნდეს. სწავლის мотивация იკლებს და ბევრი სწავლას საბოლოოდ ვეღარ უბრუნდება. ახლა ანასტასიას კონტრარგუმენტის დროა. ხშირად სკოლის ბოლო წლები ძალიან სტრესულია. პაუზის აღება კი მოსწავლეებს შანსს აძლევს იმისთვის, რომ ემოციურად და მენტალურად დაისვენონ და ახალი სასწავლო წლისთვის მოემზადონ. შენ უკვე ორივე მოდებატის არგუმენტები მოისმინე. გამარჯვებული შენ უნდა გამოავლინო. კომენტარებში დაგვიწერე იმ მოდებატის სახელი, რომელმაც შენი აზრით გაიმარჯვა.